მივედით შვიდიანებთან, თუ მიიღეთ შვიდიანი, ეს თქვენთვის იქნება აბსოლუტური ცვლილებების წელი, თქვენი ცხოვრება 180 გრადუსით შემოbrunდება. ეს იქნება სულიერი განვითარების, ეს იქნება საკუთარ თავში ჩაღრმავების, ეს იქნება სწრაფი ცვლილებების წელი, ნუ შეგეშინდებათ და ეს იქნება აბსოლუტურად თითოეული თქვენგანისთვის კვანტური ნახტომი, ასე რომ ვთქვათ. თუ მანამდე ძალიან სწრაფი იყავით, ცდილობდით ყველაფერი მოგესწროთ, ყველაფერი დროულად გაგიკეთებინათ, ძალიან ჩქარობდით. ეს წელი თქვენგან ცოტა შენელებას მოითხოვს. საკუთარ თავს ჩაუღრმავდით. ეცადეთ რომ დრო უფრო პირად ურთიერთობებს დაუთმოთ. შვიდიან წელში ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ განმარტოვდეთ, საკუთარ თავს ჩაუღრმავდეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ციკლში ურთიერთობების გაფუჭება და დასრულება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განქორწინება, რადგან 2026 წელს შვიდიანი ვითარებები თქვენთვის ძალიან სწრაფად განვითარდება და შეიძლება ძალიან სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ. ამიტომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, საკუთარ თავს ჩაუღრმავდით, დაფიქრდით, სწორად იქცევით თუ არა და იმის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილება. რადგან როგორც გითხარით, პირიდან ამუშავებულ სიტყვას უკან ვეღარ დააბრუნებთ და შეიძლება ამან გამოიწვიოს ძალიან ბევრი ახლობელის დაკარგვა, ურთიერთობები, აი ისეთი რაღაც თქვათ, რამაც ურთიერთობები დაგაკარგინოთ, ახლობლები დაგაკარგინოთ. ალბათ გსმენიათ, რომ ადამიანები 20 წლის მეგობრობა ერთ დღეს სრულდება და ეს ზუსტად შვიდიან ციკლში ხდება. ამიტომ გაუფრთხილდით ადამიანებს და ახლობლებს, ვინც თქვენს გვერდით არის და ეცადეთ რომ თუ სიტუაციამ გაგაბრაზათ, ეცადეთ რომ ენერგია თქვენში მოთოკოთ, თუ ვერ უმკლავდებით, განცალკევდით, წადით ბუნებაში, დაისვენეთ თუ გაქვთ ამის საშუალება, აიღეთ პატარა ტაიმაუტი, იმისათვის რომ საკუთარ გრძნობებში გაერკვიოთ, ცოტა დაწყნარდეთ, დამშვიდეთ და მერე მიიღოთ გადაწყვეტილება. როგორც მანამდე ვთქვი, დაუფიქრდით თითოეულ სიტყვას, რასაც ამბობთ, და ასევე ნებისმიერი პროექტი, რასაც წამოიწყებთ 2026 წელს, შვიდიანებო, ეს თქვენთვის იქნება აბსოლუტურად ცვლილებების, აბსოლუტური წარმატების, ვგიჟდები შვიდიან ციკლზე. ეს ცოტა რთული ციკლია, მაგრამ სასწაული ციკლია და ყოველთვის ყველაზე დიდ წარმატებას შვიდიან ციკლში ვაღწევ ხოლმე. ასე რომ იმედი მაქვს, რომ თქვენს წარმატებას მიაღწევთ, იმედი მაქვს, რომ თქვენს ბედნიერებას მოგიტანთ და იმის მაგივრად რომ დაანგრიოთ, ააშენეთ ურთიერთობები, ააშენეთ თქვენი კარიერა და გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას, გისურვებთ ბედნიერებას და ნუ შეგეშინდებათ ცვლილებებს ყოველთვის მოაქვს რაღაცა ახალი და იმედი მაქვს რომ თქვენთვისაც მოიტანს უამრავ სასიამოვნო ცვლილებებს და თქვენთვის ეს უბრალოდ იქნება ზრდის წელი. გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერებას.